ნაციონალური მოძრაობის აგენტები ასე მოიხსენია ერთ-ერთმა გამოცემამ მეცხრე არხის ყოფილი თანამშრომლები. ვინდგა სამსტატიის უკან არხის ყოფილი გენერალური დირექტორი ამბობს, რომ სტატია გია ხუხაშვილის დავალებით დაიბეჭდა. ბრალდებას ხუხაშვილი უარყოფს საინფორმაციო სამსახურის ასევე ყოფილი ხელმძღვანელი კი სასამართლოში ჩივილს გეგმავს. Ტელეკომპანია მეცხრე არხის ირგვლივ ხმაური გრძელდება. არხის ყოფილი გენერალური დირექტორი მიზანმიმართული კამპანიის მორიგ ტალღაზე საუბრობს. ამის მაგალითად კახაბექაურს ერთ-ერთ გამოცემაში დაბეჭდილი ვრცელი სტატია მოჰყავს. გამოცემა მეცხრე არხის ყოფილ თანამშრომლებზე წერს და მათ ნაციონალური მოძრაობის აგენტებს უწოდებს. სტატია არის იმ ბინძური კამპანიის გაგრძელება, რომელიც წამოიწყო ყველაფრის მცოდნე უცნობ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა და ლუბა ელიაშვილმა და დაიწყო ეს იმით, რომ ხუხაშვილის პრესკონფერენცია პრესკლუბში, მაესტროს პრესკლუბში, როდესაც მან მეცხრე არხში მენეჯმენტის ცვლილება დაუკავშირა მეცხრე არხის ურეიტინგობას, მაგრამ ის მალევე მიხვდა, რომ ეს კამპანია არასწორი იყო. აბსურდის თეატრს მსგავსება ეს ყველაფერი. სტატიას არ იცნობს ბრალდების ადრესატი, თუმცა გია ხუხაშვილი მეცხრე არხის ყოფილ ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით უარყოფით დამოკიდებულებას არ მალავს. განვითარების კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელს კახაბექაურის მიმართ კითხვები აქვს. იქ ფინანსურ პრობლემებზეა ლაპარაკი, ხო, ეხლა თუ არა აქვს და თუ წესიერი კაცია ეს, რატო წერს ამ თემას წინასწარ, ხო? ეს არის მათი, ესე რომ ვთქვათ, გასარჩევი თემა. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არც კამპანია არათუ არ დამიწყია, საერთოდ კამპანია რომ მიმდინარეობს, თქვენგან ვიგებ ხოლმე, აი დრო და დრო, როდესაც ბატონი ბექაური თავისუფალი სიტყვის გარანტი რაღაცას ახსენებს ხოლმე. მეცხრე არხზე მენეჯმენტის ცვლილება რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. გენერალური დირექტორის თანამდებობაზე კახაბექაური ლუბა ელიაშვილმა შეცვალა. ტელეკომპანიას საინფორმაციო სამსახურის უფროსმა და რამდენიმე ჟურნალისტმა დატოვეს. სწორედ ისინი გახდნენ ჟურნალისტ ირინე გოგოსაშვილის პუბლიკაციის მთავარი სამიზნე. თამარ რუხაძე სასამართლოში ჩივილს გეგმავს. ის რომ ეს არის მიზანმიმართული კამპანია, ამისი ფიქრის საფუძველს მაძლევს სწორედ ეს სტატია და მასში მოყვანილი ფაქტები არა მხოლოდ ჩემს შესახებ, არამედ სხვა ადამიანების შესახებაც. ძალიან არ მოვინდომო თორე ისეთ ამბებს ამომქეკავ, რომ ჩივილი სურვილი გაუკრებათ რა. გაზეთის სტატიაში გამოთქმული ბრალდებები მიუღებელია გოგი ახალკაცისთვის, რომელიც მუშაობას მეცხრე არხზე განაგრძობს. მე არ ვეთანხმები ამ სტატიაში მოყვანილ მოსაზრებებს თუ არგუმენტებს, რომ თამარ რუხაძე და სხვა ადამიანები, რომლებიც ნათია ლაზაშვილი მაგალითად, ადამიანები, რომლებმაც დატოვეს მეცხრე არხი, იყვნენ ვინმეს აგენტები და საერთოდ გონია, რომ ეს რაღაც შეთქმულებების თეორიები უბრალოდ აბსურდამდე მიდის. კახაბექაური მზადაა მის მიმართ